მოგესალმებით ჩემო ერმინე. მივესალმები ყველა ღირსეულ ქართველს. ვაჟკაცს, მანდილოსანს, როგორც საქართველოში მცხოვრებს, როგორც ისევე როგორც მის ფარგლებს გარეთ ყოფს. გოდიშ მოგიხდით, წინა ლაივი ცოტა ემოციური იყო, ახლა ისეთი ემოციური, კარა აი ნერვებზე ვიყავი, კარგად გამიგეთ ისეთ სიტუაციაში მთები, რაღაც სასწავლი ბუნება და როიცი რომ ახლა შედარებით დამშვიდით, მივაგენით იმ ლოკაციას, რომელსაც ვეძებდით. ახლა როიცოდეთ, ჩვენ გამოვიარეთ დაახლოებით 10 კილომეტრი. ერთი 10 კილომეტრი დაახლოებით, ნუ 8-10 კილომეტრი კიდევ გასავლელია იქეთ. აქეთაც რამოდენიმე კილომეტრია. ეს სულ არაბების ტერიტორია. მაგათი ნაყიდია თანაც უკვე განად გუშინწით. ეს წლებისში ჩვენ ერთი 8 წლის წინათ ვიყავით ამოსული მე და მამისა რო ვიყავით, მაშინ ქონდა ნაყიდი და რატომღაც არაფერს არ აშენებენ. რაღაცას უცდიან და სხვადასხვა გონივრული ეჭვი არსებობს, რომ რასაც უცდიან. ახლა რაზე მინდა ვისაუბრო. აი რას ნიშნავს მაინც დაბარი განათლების დონე რო გაქვს ადამიანს და ნუ სწავლა განათლება რო გაკლია. რატომღაც მე ასეთი წარმოდგენა მქონდა, რომ წარსულში, კაი დავანებოთ თავი მაკედონიელებს და რომაელებს, აი ესენი რო იყვნენ რაღაცა ჯიბუხაკანი, მურმანყრუ, ბუღათუხი, არფარსლანი, ნუხრადინი, ავიცი ისა რა ქვია, ჯალალედინი, თემურლენგი, შაჰაბაზი, აღამაჰმადხანი, ესენი ყველა მე მეგონა რომ იყვნენ მოძალადეები და დამპყრობლები. თურმე როგორ მწარედ ცდებოდი. ესენი ყველა ყოფილა ჩვენი ისტორიული მეგობრები, სტრატეგიული პარტნიორები, ჩვენზე ზრუნვით თმაგათეთრებულები, რომლებიც საქართველოში შემოდიოდნენ იმისათვის, რომ მაქსიმალური ინვესტიციების ჩაედოთ. რათა საქართველოს წინსვლისა და განვითარების გზა შეუფერხებელი ყოფილიყო. მართალია ეს საელჩოებს, რომლებსაც აგზავნიდნენ ასობით 1000 ადამიანს მოითვლიდა, მაგრამ ეს ყველაფერი იყო ინვესტიცია. და ამ დროს ჩვენ ყავდა წინაპრები, რაღაცა გაურკვეველი წარმოშობის პიროვნებები, კრიმინალური ავტორიტეტები შეიძლება ითქვას, რაღაცა რა ვიცი, მე თანაც სულ ყველას რაღაც მეტსახელები ერქვა. აგერ ვახტანგ მეფე გორგასალი ზედმეტსახელი, აშოტ კუროპალატი პირველი ბაგრატიონი დიდი მეტსახელი, შემდეგ უკვე აგერ დავით აღმაშენებელი, თამარ შვიდმნათობიერი, გიორგი ბრწყინვალე, ასე იგი ერთი ქუთაისელი სოლომონ პირველი მეტსახელად ქვახეთქია, ერეკლე მე ისა ქვია სვიმონ მეფე დელი სვიმონი, აქვია გიორგი სააკაძე მეტსახელად დიდი მოურავი და ერეკლე მეორე მეტსახელად პატარა კახი, რომლებიც სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ლოკაციებზე, არ ვიცი მე, კაროჩე, ფარცხისი, დიდგორზე, შამქორი, ბასიანი, ხრესილი, მარტყოფი ესხმოდნენ ამ მშვიდობიან, უიარაღო, აი ინვესტიციების მატარებელ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს, რომლებიც პალმის შტოებით მოდიოდნენ, არ ვიცი, ლურჯიებით ხელში და მოსავლებდნენ და მიერეკებოდნენ ჩვენი სამშობლოსგან. აი ასეთი წარსული ვქონდა ჩვენ და ამდენ ინვესტიციას ავწდით და როგორც იქნა ხელისუფლება მოვიდა, რომელმაც იგზნო პასუხისმგებლობა ყველაფერზე და ამათი უმანკო დაღვრილი სისხლის საფასურად მთელ საქართველოს აბარებენ ამათ. ხალხი ძმაო, საით ვილოცეთ რა? როდო უფიქრე, რა საყვარლები არიან, კაცო, კოცნით ვერ გაძღები. პატარები რო იყვნენ, გულზე დაიბნევდა კაცი ბროშკასავით. არა, მე მართლა აი
ბავშვობაში სკოლაში სწავლობდი და ნამდვილად მეგონა რომ უსასრულო დრო და სივრცე იყო. და სინამდვილეში თუნდაც ვწდებოდი. ახლა ხუმრო გადავდოთ უკვე, მარტო ხუმრობის დროს დიდად არ არის, მაგრამ ეს წარე ხუმრობაა. მართლა უნაპიროა, უსაზღვროა. ამათი თავხედობა, ცინიზმი და ქართველი ერის აბუჩად აღდება. ვის მიწას არიგებენ ესენი? როგორ ასე, აი, კიდევ ხო გეუბნები 10 კილომეტრების სიგრძეში და 4-5 კილომეტრი ყველაზე ცოტა სიძახის სიგანეში. და უკვე ეს წლებია რა უფლება აქვს ამას? არა, გავიგე რომ თქვენ ამ ხელისუფლებისთვის საქართველოს არ არის სამშობლო. ქართველიერი არ არის მშობლიორიერი, მაგრამ ასე რატო უნდა გაგვიმეტონ? ასე რატო უნდა ისე დამპყრობლებს არ გაუმეტები ვარ ჩვენ ასე. ღმერთი რჯული სამართალი ამ მონსტრებისთვის ჩვენ ხო არაფერი არ დაგვიშავებია. ამიტომაც მე ადრე საუბრობდით მაგის შესახებ, მაგრამ ახლა უკვე საბოლოოდ წმუნდები. რომ ესენი მართლა არ არიან ჩემი აზრით ადამიანები. ესენი მართლა უცხო პლანეტელები არიან. რაღაცნაირი, აი, მონსტრები, კუდიანი, სასეცებიანი, რქიანი ურჩხულები. და უბრალოდ რა ჩვენი თვალის ასახვევა და კანი გადაკრული ადამიანის. და მე უკვე ამათ რო უყურებ, მეშინია რომ მობეზრდებათ ადამიანის გარსის სტარება, გამოუშვებენ ასობით ბუხლუხს, მარწუხს, საცეცს, რა ვიცი კიდო რას ახლა ამათ ანატომიაში დახდათ არა ვარ გარკვეული და მოგვარდებიან დასაგლეჯად. ამათგან მე სხვა კაის არაფერს არ უცდი, გენაცვალე. და მე ერთი რამე მინდა რომ დავაფიქსიროთ. აი, იცით რა არის? აი, ამ წუთას არის უამრავი ადამიანი, რომელიც აი, მართლა სახში ზის, ეზარება, ცივა, სამსახური აქვს, არ უნდა რომ დაკარგოს, მაგრამ ნუ თუ ვერ ხვდებით რომ ამ ფონზე, როდესაც ამდენი ტერიტორია გაყიდულია, როდესაც ორ ყველაზე უფრო საშიშ ლოკაციაში განა აქ არაბების ჩამოსახლებაზეა საუბარი. აქ საუბარი მიდის, რომ ჩვეულებრივად ორი ანკლავი არაბული ჩაიდვას ყველაზე უფრო საშიშ ადგილას საქართველოში, ხოლო საქართველოს მოსახლეობას, რომელიც რაიმე დოზით ამათი აზრით წინააღმდეგობას გაუწევს, ისინი ან უნდა დაიჭირონ, ან ფიზიკურად გაანადგურონ, ან ქვეყნიდან უნდა გაყარონ. და ეს თუ მოხდა, დარჩენილი მოსახლეობა გახდება ამ არაბული ანკლავების მოსამსახურე პერსონალი. არ ვიცი, მცველები, მძღოლები, არ ვიცი, სექს ბიზნესი, რა, ყველა ამას და აღმაშენებელი რო გაცოცხლდეს, ამ პროცესს უკვე ვერავინ ვეღარ შემოატრიებს. ეს დასრულებული შეუქცევადი პროცესი გახდება. ნუ თუ ეს მართლა ძნელი ასაქმელია, რასაც ვიძახი. რატო აი მართლა რატო იბრძოდნენ? აი წარმოდგენა არ მაქვს რა, შაღაბაზი კანიბალი კი არ იყო. შაღაბას ჩვენი პირდაპირი ტექსტის შეჭმა კი არ უნდა. მოდიოდა ის იმიტომ რომ ტერიტორია დაეპყრო, ხალხი ჯული შეგვეცვალა და ხალხი გაერეკა. ამას ხელისუფლება ისედაც აკეთებს ყველაფერს. თანაც ბევრად უფრო დაჩქარებული ტემპით, ვიდრე 200,000 კაცი გამოასახლა, დაასახლა. შაღაბაზმა ყელი გამოუჭერით. და ახლა ამ ორი რეჟიმის დროს, ჯერ სააკაშვილის, მერე ივანიშვილის 2 მილიონი ქართველია გასული. თანაც მაშინ ხარჯს გადაადგილების და საკვების თვითონ ისინი იხდიდნენ, დამპყრობლები. ახლა საკუთარი ფულით ვიყიდებით, მონებად. აი უბრალოდ მე წარმოდგენა არა, მე ერთი რაღაცა მომენტი მინდა რომ დაგიფიქსიროთ რა. ძალიან გთხოვთ რა. ერთი ასეთი აი როდესაც ამაზე ვსაუბრობ, აი რა არის იცით, შედარება ხო კიდევ ერთხელ ვიძახი. არ არის სამშობლოს სიყვარული მარტო ქართველების საქმე. საქართველოს თავისი მშობლიური მიწა სხვა ერებსაც უყვარდა. და ერთი მაგალითი მინდა ისტორიული რომ მოგიყვანოთ, რომელიც აი გაუსვავს ხას, აი რაოდენ
სხვა ხალხი იყო, მე სულ ტყულა უბრალოდ არ მიხსენებია რომ გაზდიხა კიდევ დედები ვაჟკაცებს ჩვენისთანასო აღარ იბადებიან თუ ასეთი ვაჟკაცები და ერთი ასეთი ბავშვობაში რამაც ჩემს ფსიქოლოგიაზე ჩემი ცხოვრების წესზე და შინაგან წამზე უდიდესი გავლენა მოახდინა. ნახე ფილმი ასეთი ბორის პირველი. ეს იყო ბულგარეთის პირველ მეფეს. შესანიშნავად გადაიღეს. აი გოლივუდის ფილმებს რო შეშურდება. დაახლოებით ეს ბორის პირველი იგივე იყო ბულგარეთისათვის, რაც ჩვენთვის დავით აღმაშენებელია. იმად გადაიღეს. ჩვენ არ აგვაქვს გადაღებული აღმაშენებელზე. სამაგიეროდ მიხეილ სააკაშვილზე გვაქვს გადაღებული ფილმი გადაცვალე, ხო და ეს თავიდან იყო დიდი ხანი, შემდეგ გახდა დიდი თავადი და ბოლოს გახდა პირველი ბულგარეთის პირველი მეფე. მართლმადიდებლობაც მათ შემოიტანა და ნახეთ, ერთხელ სულ ომშია. დედაღამე ყივჩაღებს, ბიზანტიას ებრძვის და იგებს, რომ სერბები შემოდიან მის ტერიტორიაზე. სერბები ახლა ძალიან მეომარი და მებრძოლიერი იყო და ახლა არ უნდა ბრძოლა, მაგრამ რაგნას კაცო შემოსული არიან, გაეგება თავისი ჯარი. იქიდან სერბი ვაევოდა მეფის გამზდელი რა, აი თვალწინ მიდგას 5-6 წლის ვიყავი, მაგრამ 2 მეტრიანი სერბი რაღაცა რკინაში და ეს შეხვდა რა, ერთმანეთს შეხვდა ჯარი. ახალი გადმოსული არიან ტერიტორიაზე. და რა გინდა მომაუთხა კაცო, რას მოდიხარ? თურმე ესენი ბულგარეთის დასაპყრობად არ მოდიან. ყივჩაღები, პაჭანიკები უნდა დააწიოყონ, მაგრამ ბულგარეთის ტერიტორია უნდა გამოიარონ, რომ უფრო გზა დაიმოკლონ, გამიგედა. ამან უთხრა კაცო, ახლა ამხელა ჯარი რომ ამ ტერიტორიას გამეივლის, თვითონ კვერცხი რო წაიღოს, ხო? წოუღია ნახევარი ბულგარეთი. და ეუბნება ეს ბორისი, ახალგაზრდა ბიჭია, მაგარი ტიპაჟი იყო, შენ შეუგ. დაგვანებე გენაცვალე, თავი. აგერო ფურაშაც მოგცემთო ცხენისათვისო, საკვებსაც გადადით უკან და წადითო, საზღვარ დაგვანებეთ. არა, ესე ეუბნება. ძალა ერჩით რა. ასე უნდა გადავიარებთო და. ეს არის ისტორიული ფილმი, ის კი არა რაღაცა ზღაპარი რაღაცა. და ეს ეუბნება, ეკითხება. რა გავაკეთო იმის ფასი რომ გატრიალდეთ. უყურებს ეს სერბი და მოდი რა შენ მე პირველად შენიო საომარი ცხენი მომეციო. აუ რა ცხენი ყავს იცი ამბო არ იძინებს მეგობარია რა მისი რა. ამასთან ერთად იბრძვის კაცო, კბილებით გლიჯავს, ისი არ იძინებს. ბორის პირველი რომ თავისი ხელით რამე თქვი რაღაცა საჭმელი არ აჭამოს. მეგობარი, აი უახლოესი მეგობარი. ჩამოხტება ცხენიდან და აჩვენებს და 6 კაცს ლიუს გადაყავს ეს ცხენი. როგორი თვალით უყურებს, რო იცოდე ბორის პირველს, რაშო, აი ცხენი გაგიჟებულია, მეგობარია. მიცა მეგობარი. მეორე რა გაგიდაო. უყურებს ეს სერბი. ვაივოდა. ისო წინა ბრძოლის დროსო ძევლების გაცვლა რომ მოხდაო. ისაო სერბი დიდებულის ქალიშვილიაო მოხდა თქვენთან და თურმეო შენი ხარჭა გამختარაო და ეს უნდა დაუბრუნო ოჯახსო. არ მიაქციო არავის ყურადღება. არც შემდეგ, არც მანამდე ბორის არავის სიყვარული არ განუცდია. მარტო ეს ქალიშვილი უყვარდა, ეს გოგონა. თანაც ორსულათა მართლმადიდებლობის შემოღებაც იმიტომ უნდოდა, რომ ეს ცოლად მოეყვანა, გვერდში უდგას ამორძალივით. მოგვდა კაცი ჩვეულებრივად, გამიგე, ჩამოხტა და უთქმელად გადაიყვანეთო და ეს გოგოც გადაიყვანეს რა და შეიყვანეს იქვე კარავში. და ამ დროს მესამე რა გინდო, მოგვტარია კაცი ნერვიულობით, გამიგე, აღარაფერი აღარ დარჩა კაცო, მეგობარი ყავდა, მიცა სიყვარული გაატარა. და მესამე რა გინდაო და ხო საზღვართან არიან და დაახლოებით, აი როგორ გითხრა, აი აგერო პატარა ბორცვია, იმაზე პატარა ბორცვი. ტიანი ეუბნება, ეს ბორცვი მომეციო. პატარა ქვიანი ბორცვი. და ამან უთხრა, მე შენ ჩემი ცხენი მოგეციო. მე შენ ჩემი ხალი მოგეცი და ბულგარეთის ტერიტორიიდანო მე შენ კენჭსაც არ გაგატარო იცოდეო. დადექივიო მოთა და სერბმა გაატრიალდა ჯარი დაუბრუნეთო და წავიდა. ცხენი დაუბრუნეს, გოგონა ვერ მოაღწევს, იმიტომ მის შევიდა თუ არა იმ კარავში ეგრევე საწამლავი დალი.
და მე ნატრულო რომ ხელსადი ხელისუფალი მყავდეს რომელიც თავისი პირადულს გაჭირავს ყველაფერს კაცმა ყველაფერი პირადული გაჭირა საზოგადო ეროვნულისათვის და ახლა პირიქით ხდება კენჭს კი არა სახელმწიფოს ადლევენ ოდნავ რომ თავისი სიტუაცია გაიკეთონ და ესე ჩვენ გავიგეთ რაღაცა უნდა შეიცვალოს ჩვენი წმინდათა წმინდა ვარ ეს ჩვენ არ გვაპატიებს უფალი არ გვაპატიებს აი ბოლო ყველამ შეიძლება გვაპატიებს უფალი ამას ჩვენ არ გვაპატიებს ეს ხო ღვთისმშობლის წილხვერდი ქვეყანა რა უფლება აქვს ღვთისმშობლის წილხვერდ ქვეყანას როდესაც ასე უმოწყალოდ ანიავებენ აი გასკდა კაცო გული რა ბოლო-ბოლო რა ასეთ სიცოცხლეს მართლა სიკვდილი არ ბოდიში რა დღეს საღამოს ხვალ საღამოს ჩავწეროთ 7 ლაივი აქ შეუძლებელია კაცი ნორმაზე იყოს კიდე ვიძახი 10-15 კილომეტრი 10 კილომეტრზე მეტი გამოვიარეთ ერთი იმდენი გასავლელია აქეთ კილომეტრები და ჩვენი არ არის კაცო უბრალოდ სუდად გახდები გენაცვალე რა კარგით ბოდიშით რა რომ ასეთ არ რაღაცა თუ თითოეული ქართველმა თუ არ დააფიქსირა რომ ეს თითოეული ქართველის წმინდათა წმინდა მოვალეობაა ქართული მიწის დაცვა ჩვენ არაფერი არ გვეშველება დაღუპული ვარ უნდა გაერთიანდეს რამენაირად ყველას პირველობა უნდა ყველა რაღაცას ამტკიცებს არ აპატიებს არც უფალი აპატიებს არც ისტორია აპატიებს ამ პუგაჩოვშინას ამ მე ვარ და ჩემი დაბაც კარგად დროებით გემშვიდობებით გენაცვალე და გავაგზავნებ შემდეგ კიდევ ლოკაციებზე ჩაწერას რა